და სულისად მისადა. თორმეტ თებერვალს არის დღესა ხსენება მდელმთავრების ბასილი დიდის, გრიგორი თმეტყუესა და ივანე ოქროპიესა და თვისაც სურვილი გაქვთ იყიდება ივანე ოქროპიეს, ბასილის და გრიგორი თმეტყუელის ნაშრომები. ესა სულიწმინდი დაწერილი. ამას რატო ამბობ? იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ სახარები თავისით განმარტავს, ზოგი ფიქრობს, რომ ანგელოზი ეცხადება, ან დაუხმები ესმის ღვთისგან და ეს ყველაფერი შეცდომა, იმიტომ რომ ვისაც ქვია ხისი მამები, ხისი დედები, იმათ ეფრემ ასურია, თუ ანტონი დიდია, როდის ხოვდნენ მე-4 საუკუნეში, ზოგი მე-6-ში და იმათ ნაშრომებს კითხულობ, მაგრამ ერთი და იგივეს ლაპარაკობენ, იმიტომ რომ სულიწმინდა გუშინ დღეს და ხვალ ერთი და იგივე. ასევე შეადო ამბობ მამა გაბრიელის მაგალითს ახალი წმინდანი რომა ურგებაძე. რომ მივდიოდი, რასაც ფიქრობდი, იმას ხედავდა, ეს სხვა ხდება ცოდნით, ეს ხდება სულიწმინდით, ასევე თუ რამეს გაინტერესებთ, არც ეხება. უნდა კითხოთ მოზღვარს. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ იყიდოთ განმარტებების, სახარების, ქადაგებები, აი მააპაესის ქადაგებებს ურჩევ ყველას, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის მამაა და ჩვენთვის გასაგებ ენაზე წერს და რაც საბერძნეთმა გაიარა, იმას გავდივართ ახლა ჩვენ ქართველები. და რა მოუტანა საბერძნეთს? დემოკრატიამ კარგად ხედავთ. ქოწინება ერთი და იგივე სქესის. ამიტომ მადლობა ღმერთს და რომ საქართველოს ის ადამიანები, ვისაც უნდა ტრადიციების დაცვა, რა თან რა შვეშია ტრადიცია, როცა ეს დაუშვათ ხდება ადამიანები, რომლის ისტორია არის სულ 300 წლისა, შეერთებული შტატების, რომ ხალი-ხალია, კაცი-კაცია. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ და ესეთი კანონი მიიღეს, რომ დაცული იქნებიან ჩვენი ბავშვები, რაც ხდება იმაში, რაც ხდება ევროკავშირში. მადლობა ღმერთს და მადლობა ღმერთს, რომ 24 წლის 17 მაისმა გამოაჩინა რამდენი მორწმუნეა, არა მარტო ჩვენი ასაკი, არამედ ახალგაზრდები, რამდენი მორწმუნეა ღვთისა. მაგრამ ჯერჯერობით ხშირად ვამბობ, რომ გავართ მკვდარ ლაზარეს, რატო? იმიტომ რომ ეს ჩანს ჩაცმულობიდან საფუძვლში. ეს ჩანს, რომ ესე იგი ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, აბორტით. ეს ყველა დიდი ცოდვაა და გვინდა შეწევნა ღვთისგან. ნათქვამია შიში უფლისა, დასაბამია სივნისა. მარტო ბიჭბიჭერა სანდიზანდება, ან მარტო წირვებზე სიარული არა საკმარისი, ამის მაგალითია შეამოღავს იუდა მოციქული, ხმელთან იყო. ღმერთის სიტყვას ისმენდა, მაგრამ ვერ ეშველა, ეზიარა, რატო? იმიტომ რომ ფული უყვარდა ღმერთზე მეტად, ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში დაუკვირდით რა გვამოძრავებს? მატერიალური გვამოძრავებს თუ ღმერთის და ადამიანის სიყვარული. და ესა ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და უნდა ყველას გირჩევთ, რომ და თანახა მარხვა იწყება ეფრემ ასურის ლოცვა ვილოცოთ. სადაც წერია ის აჭირდება სულს ღვთისმსოფლმეში და გარდაცვალების შემდეგაც სულის სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინების სიყვარულის. ეს მოთმინება აუცილებელია, იმიტომ რომ მტერი ყოველთვის გვეყოლება. სანამ არ იქნება მეორედ მოსვლა ჩვენი სწავლებით. და მოთმინების გარეშე კიდევ ვარდები გაბროდებაში, სიზრუეში და სიზრუე თუ მოგდები, ვეცხონდები. ამიტომ სხვაში თუ მტერია სულიან ფიზიკური ილოცემისთვის ეს გიწერია დიდი სულსვაში. რატო? იმიტომ რომ ერთი ადამიანის რო გწუდეს ვერ ცხონდები. თქვენთან მოგწეს სიყვარულის ნიჭი. ჩვენთან არის ღმერთი.